პირველებმა გაარკვია, რომ კაცი, რომელიც ჯერ გიორგი ბაჩიაშვილმა ამხილა გულგრილობაში, შემდეგ კი სინდისის პატიმარმა უკანონო დასჯაში არა რიგითი ბადრაგი, არამედ ცვლის უფროსი არჩილ ბათხაძეა. ახლა მთავარი კითხვაა, გამოკითხა თუ არა აღნიშნული პიროვნება საგამოძიებო უწყებამ და მოიპოვა თუ არა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რეალურად რატომ დაახუჭა მან თვალი გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ორგანიზებულ თავდასხმაზე. ჩვენ ბუნებრივია ვცადეთ მასთან დაკავშირება, თუმცა დღეს ბათხაძე უკვე პირველების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ახლა გამოძიებამ რამდენიმე კითხვას უნდა გასცეს პასუხი. შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ მთავარი კითხვაა, როგორ აღმოჩნდა ქსნის ციხის პატიმარი, რომელსაც სასჯელ აღსრულების დაწესებულება ერთ თვეში უნდა დაეტოვებინა გლდანის ციხეში ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილის საკანში. ამ კითხვაზე პასუხს ასევე ბაჩიაშვილის ადვოკატები ელოდებიან სახალხო დამცველის აპარატიდან, რომელსაც ოფიციალურად მიმართავენ და სთხოვენ, რომ აღნიშნული პატიმრის შესახებ ინფორმაცია სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან გამოითხოვენ და ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ პროკურატურამ ბაჩიაშვილს ამ ორგანიზებული თავდასხმის შემდეგ დაზარალებული სტატუსი მისცეს. შაბათის ეთერში გასული სიუჟეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის ასახავს ორკესტრირებულ ქმედებას იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე მოხდარიყო თავდასხმა და მას ფიზიკურად გასწორებოდნენ, ისაც მოხდა 11 და 12 ივლისს, ამიტომ იმ გარემოებების დადგენა, სად იხდიდა სასჯელს აღნიშნული პიროვნება, იყო მუდმივად განთავსებული ნახევრად ღია თუ დახურულ დაწესებულებაში, რა საფუძვლით როდის და საიდან გადმოიყვანეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ საკითხებთან დაკავშირებით დღეს მიმართავთ სახალხო დამცველს იმისათვის, რომ ნათელი მოეფინოს ამ სიტუაციას. ამავდროულად თქვენ იცით, რომ პარასკევს გიორგი ბაჩიაშვილის გამოკითხვა მოხდა, მან ძალიან დეტალური ჩვენება მისცა გამომძიებელს. ჩვენ ერთ დღეს, ამ დღევანდელ დღეს, სამუშაო დღეს დაველოდებით პროკურატურას დაზარალებული სტატუსის მინიჭება რომ მოხდეს მისთვის, თუ აპირებენ, თუ არა და ხვალ შესაბამისი განცხადებით მიმართავთ პროკურატურას. გლდანის ციხის ცვლის უფროსი თვალის დახუჭვაში შემზარავ დანაშაულზე ჯერ პირველ რიგში ამხილა გიორგი ბაჩიაშვილმა, თუმცა შაბათის ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ ბათხაძე ამოიცნო სინდისის პატიმარმა რეზო კიკნაძემაც. კიკნაძემ გაიხსენა, რომ მანში, როდესაც ის სრულად უსაფუძვლოდ დასაჯეს და კარცერში ჩააგდეს, მისივე თქმით ამ ეპიზოდში სწორედ ბათხაძე იღებდა მონაწილეობას, მეტიც ის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სინდისის პატიმარს სრულად დაუსაბუთებლად. სწორედ ამიტომ არსებობს კითხვა, რატომ არ ინტერესდება გამოძიება მისი პიროვნებით და თუ ინტერესდება და ის უკვე არის გამოკითხული გამოძიების ფარგლებში, მაშინ რატომ არ ავრცელებს სპეციალური პენტენციური სამსახური აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას. თავდაპირველად, როდესაც რეზო კიკნაძე იმ ეპიზოდში იყო კარცერში ჩაყვანილი, ეს გამოწვეული იყო იმის გამო, რომ სთხოვდნენ თავის საკანიდან გამოსვლას და ისე უნდათ, რომ ეს ოთახი გაეჭრიკათ, საკანი გაეჭრიკათ, ხოლო რეზო კიკნაძე სურდა, რომ ყველაფერი თავად ეინახა, ეს პროცედურა როგორ მიმდინარეობდა, ეს გახდა შემდგომ კონფლიქტის მიზეზი, რამაც გამოიწვია მისი კარცერში ჩაყვანა. ადამიანს აქვს უფლება, როდესაც ჭრიკა მიმდინარეობს მის საკანში, ამ ყველაფერს ესწრებოდეს. შაბათს და კვირას გიორგი ბაჩიაშვილთან ადვოკატები ვერ შედიოდნენ, ამიტომ დღეს მეორე ნახევარში გლდანის ციხეში გიორგი ბაჩიაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი შევა მის მოსანახულებლად და დამატებით ინფორმაციას მათ შორის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სწორედ ამის შემდეგ გამოიტანს.